რამდენიმე დღეში დადგება 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა 34 წლის წინ 31 მარტს საქართველოს ჯერაც არ იყო დამოუკიდებელი. მაგრამ ქვაკუთხედი დედაბოზი თარიღია, იმიტომ რომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს დაემხნო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმავე წლის 9 აპრილს ზვიადგამსახურდიას მიერ, როცა ზვიადგამსახურდიამ შესძახა, აღსრულდა ნება ქართველი ხალხისა. 31 მარტს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა სხვა კუთხითაც, ამას ხშირად არ ვიაზრებთ ხოლმე, კერძოდ პირველ ყოვლისა 3 მილიონზე მეტ მომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მეორე გამსახურდიას ოდინდელმა ოპონენტებმაც, მათ შორის ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებმაც, მისმა კრიტიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ რეფერენდუმში და მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობას, ბუნებრივია. და ეს იყო გამაერთიანებელი, ყველას გამაერთიანებელი თარიღი და არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს გულისხმობ, არამედ გულისხმობ საქართველოს რეგიონებსაც, განსაკუთრებით ცხადია გულისხმობ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს. აგრეთვე უკვე შემდგომ სეპარატულ რეგიონებს, სამხრეთ ოსეთსა, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. გაგიკვირდებათ და მე მგონი არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ მაშინ იქაც ჩატარდა რეფერენდუმი და არა მხოლოდ ქართულენოვანმა, ეთნიკურად ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა და დადებითი პასუხი გასცეს ამ სარეფერენდუმო მნიშვნელოვან კითხვას, არამედ ეთნიკურად აფხაზებმა და ოსებმაც მიიღეს მონაწილეობა და საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი. ეს კვლავ მეორე ფარი დედაბოძი, ქვაკუთხედი ჩვენი ერთიანობისა, საფუძველთა საფუძველი. უკვე შემდგომ განვითარდა სხვა და სხვაგვარი პროცესები, ასაკვირველია რუსეთის მეოხებით, ძალისხმევით და ბრალეულობით, მაგრამ 91 მარტის რეფერენდუმის შედეგები არის, აკი გითხარით, ისტორიული, სულ მინიმუმ ესე ვიტყვი, თუმცა აწმყოშიც მნიშვნელოვანი დედაბოძი. საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა 1989 წლის 9 აპრილს კი, იცით თქვენ რომ თბილისის ცენტრში რუსებმა აჩეხეს თავისუფლების მოყვარე ქართველები. სხვათა შორის ქართული ოცნების წევრთა, ქართული ოცნების ლიდერთა, ქართულ ოცნებასთან მოვასვასე ცალკეულ პირთა და განსაკუთრებით ბიზნესმენთა, ასევე ბიზნესმენთა ნაწილი ამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აღარ ერიდება განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენ ამაოდ დაგვიღვრია სისხლი 99 წლის 9 აპრილს. რაც არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ასე ვიტყვი, არა მხოლოდ ტყუილი, არა მხოლოდ მავნებლობა, არა მხოლოდ შეცდომა და მავნებლობა, არამედ დანაშაულის ქართული სახელმწიფოს წინაშე. და გეტყვით რატომაც ცხადია, მეც ისევე როგორც ყველას გვენანება ადამიანურად ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებიც 99 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ. უნდა ვაღიარო ისიც, რომ დარწმუნებული ვარ, ან ასე მგონია, რომ უკლებლივ ყველას დაღუპულის გვარი არ გვახსოვს, მე არ მახსოვს, საკუთარ თავზე თავის მიმართ კრიტიკული ვიქნები და ვწუხარ ამის გამო, ეს ჩემი შეცდომა არა საკვირველია და ეს არასწორია. მაგრამ აქ ამ კუთხით კი არ გავამახვილებ ახლა ყურადღებას, არამედ ვიტყვი, რომ აი ეს კარის ბიზნესმენები, სპიკერები, მოდი ასე ვიტყვი, სულ უფრო ხშირად ამბობენ იმას, რომ ეს ამაოდ დაღვრილი სისხლი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც თურმე თავისუფლდებოდითაც ტყუილია. და გეტყვით რატომ არის ტყუილი? 99 წლის 9 აპრილს დასაკვირველი არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ანუ 91 წლის 9 აპრილს, ეს ერთი. არ ვიცოდით, რომ 91 წლის დეკემბრის მიწურულს საბჭოთა კავშირიც დაიშლებოდა, ეს ორი. შეუძლებელია გვცოდნოდა. მესამე და მნიშვნელოვანი, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, გამოვიომეთ, ხოლო ბევრ რესპუბლიკას საბჭოთა კავშირისა ეს დამოუკიდებლობა ხონჩით მიართვეს, არავის არ ვაკნინებ, აქედან გამომდინარე არ დავასახელებ, მაგრამ ხონჩით მირთმეული კი იყო დამოუკიდებლობა ბევრი ხალხისათვის, ვინც სახლობდა, ცხოვრობდა იმ იმპერიას საბჭოთა კავშირში.
არსებითი სხვაობა გამოომებულ და ხონჩით მირთმეულ დამოუკიდებლობას შორის. უკრაინაზე ვთქვი თუ არა, არ მახსოვს კი არა, მეგონი არ მithქვამს. უკრაინა მას ერთგვარად იმხანად გეუბნებით, ერთგვარად გამოიომა დამოუკიდებლობა, როდესაც 91 წლის, ანუ იმავე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა კიევში პრეზიდენტი ბუში უფროსი და წარმოთქვა თავისი სიტყვა chicken speech, რომელშიც უკრაინის რადაში წარმოთქვა ეს სიტყვა. დეპუტატებს მოუწოდა, რომ ისინი არ წასულიყვნენ სეპარაციის გზით. უკრაინელებმა მას არ დაუჯერეს, 24 აგვისტოს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. 24 აგვისტოდან ვიდრე ნოემბრის 19-მდე ბომბეს თეთრი სახლი, ადმინისტრაცია, ოვალური კაბინეტი წერილებით, რომელშიც მოითხოვდნენ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარებული ყოფილიყო შეერთებული შტატების მიერ. 19 ნოემბერს ბუშმა წაიკითხა ერთ-ერთი წერილი, დიასპორის მიერ მიწერილი და თქვა, რომ რაღაცა პირველ თუ 2 დეკემბერს იმართება რეფერენდუმი უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, თუ საზოგადოების უმრავლესობა, ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს დაუჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, ამ შემთხვევაში რაღა გაეწყობა და შეერთებული შტატები აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და ასეც მოხდა დამოუკიდებლობასო და ასეც მოხდა 3 თუ 4 იანვარს 92 წელს, როცა შეაც არ იყო დამთავრებული თბილისში დაწყებული სამოქალაქო ომი კი არა სახელმწიფო გადატრიალება. 6-ში დასრულდა, იცით თქვენ რომ გამსახურდია გაიქცა, წავიდა, უფრო ზუსტი რომ იყო 6 იანვარს. უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა შეერთებულმა შტატებმა. ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა მანამდე 1 კვირით ადრე 25 დეკემბერს. დაწყებული იყო სახელმწიფო გადატრიალება ბანდიტების, ტიტოვანის, იოსელიანის და სხვების, აგრეთვე ცოცხალი ბანდიტების, პასუხი რო არ უგიათ იმ ბანდიტების მიერ თუ მხრიდან გულისხმობ პირველ ყოვლისა გოგა ხაინდრავას და არა მხოლოდ. ხო და შალვა თუ ლაშა პაპაშვილი კარის ბიზნესმენი ცდება, როცა ამას ამბობს, ცდება არა. ცდება არის რბილად ნათქვამი სიტყვა, ეს არის თუ არსებობს ამგვარი ცნება, მორალური დანაშაული, მეთქი ესე უნდა თქვა, ეს არის მორალური დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. უკრაინელებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა, საქართველოსაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ამ ამბებმა მნიშვნელოვან წილად შეუწყო ხელი კოლაფს საბჭოთა კავშირისა, დანგრევა საბჭოთა კავშირისა 91 წლის დეკემბერში მიწურულს ისიც თქვენ საბჭოთა კავშირი დაინგრა. აღარ არსებობს. მაგრამ და ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, მეორე უმნიშვნელოვანესი მოვლენა მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიაში. პირველი, რასაკვირველი არის 39-დან ვიდრე 45-მდე მიმდინარე პროცესები მსოფლიოში, ევროპაში, პირველ ყოვლისა მსოფლიოში, რასაც მეორე მსოფლიო ომი ჰქვია, რომელშიც გვიან ჩაერთო შედარებით შეერთებული შტატები, რომელშიც ერთი ხანობა დასაწყისში უპირატესობა ჰქონდა ფაშისტურ გერმანიას, რომელშიც უამრავი ადამიანი შეახოცა, ეს სიტყვას ვიტყვი, დიქტატორმა სტალინმა და სტალინის მცველები ადვოკატები იტყვიან, რომ შეახოცა სწორედ ამიტომაც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა, რაც ფლადესი არ არის, მარტო ამიტომ არ გაუმარჯვია, მაგრამ ახლა ჩემს ისტორიის თაობაზე ჩემს მოსაზრებებს არ მოგახსენებთ კონკრეტულად მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში. ლენდ-ლიზზე არ ვილაპარაკებთ 15 წუთი და კიდე ბრიტანელი ჩერჩილის როლზე ასე მაგალითად ან ამერიკელების სხვა როლებზე და კიდე სხვების. მოკლედ როგორც იქნა, ესე როგორც დასრულდა, ისე დასრულდა 45-ში ჰიტლერი დამარცხდა და თანაგამარჯვებული გახდა სტალინი. 53 წელს მოკლული მაღალი ალბათობით, რომელიც ეგდო შარდით სავსე გუბეში. არც მასზე არ ვლაპარაკობ. მეორე დიდი ამბავი იყო მათ შორის ამ სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის დანგრევა. და საბჭოთა კავშირის დანგრევა პირველ ყოვლისა რასაკვირველია მოხდა რეიგანის პოლიტიკის შედეგად, თუმცა 91-ში კი 99 წლის იანვრიდან რეიგანი სულაც აღარ იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. და აქვე გავიხსენებ ბუშს უფროსს, რომელიც გავიხსენე, მაგრამ აი კონტექსტში, უკრაინის კონტექსტში, მას მოემდურა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი, რომელიც გვარიანად მოხუცებული, ღრმად მოხუცებული იყო, როცა წერდა ამგვარ რამეს,
რომ მეო კარგახანი აღარც ველაპარაკებოდიო ბუშსო, აღარც ბუში იყო პრეზიდენტი და აღარც გორბაჩოვი გენდივანი, ამიტომ რომ მანო ჩემთვის მოცემული პირობა გატეხაო და უკრაინას დაუჭირა მხარიო, იგულისხმება ნოემბერში ბუშის მიერ გაკეთებული განცხადება უკრაინის აღიარების გარდაუვალობის თაობაზე თუ რეფერენდუმში გაიმარჯვებდა უკრაინა, ანუ უკრაინელი ხალხი მისცემდა ხმას. სხვადასხვა აქვე ვიტყვი რომ როგორც აფხაზებმა და ოსებმა მისცეს დამოუკიდებელ საქართველოს ხმა, ისე დონბასელებმაც, ლუხანსკელებმაც, დონეცკელებმა, ყირიმელებმაც მისცეს ხმა უკრაინის დამოუკიდებლობას. ესეც არის უკრაინის დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. ახლა აღარ გადავალ 94 წელზე, ანუ ბუდაპეშტის მემორანდუმზე და ასე შემდეგ, რაც ასევე არის საფუძველთა საფუძველი უკრაინის დამოუკიდებლობისა, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისა. აღარ გადავალ ბირთვულ იარაღზე, რომელიც უკრაინამ დაუთმო რუსეთს, აღარ გადავალ ალმასის ფონდზე, რომელიც რუსეთშია, იცით თქვენ, და რომლის მნიშვნელოვანი სიმდიდრე არასაკვირველია, თუმცა გაეროს წევრი და გაეროს წევრი იყო უკრაინას და ბელორუსის რუსეთის გარდა, საბჭოთა კავშირის, ხო, რუსეთის გარდა, მოდი ესე ვიტყვი. ხო, მათ შეეძლოთ ალმასის ფონდზე, ისევე როგორც მემკვიდრეობაზე გარკვეული ხასუსო პრეტენზიების გამოცხადება. კარგად გადავალ იმაზე, რომ 91 წლის საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის რეინკარნაციაზე, აღდგენაზე მსჯელობა, ფიქრი, მოქმედება. და უკლებლივ ყველაფერი, რაც მოხდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ყველა კონფლიქტი, მოდი ასე ვიტყვით, უგნებავთ, პირდაპირ თუ ირიბად არის პროვოცირებული რუსეთის მიერ. მათ შორის ჩვენზე ვილაპარაკოთ ცხადია პირველ ყოვლისა, ეგრეთ წოდებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. უბრალოდ ეთნიკური შემადგენელი ჩვენს კონფლიქტს აქვს. ქართული და აფხაზურია, ქართულ-აფხაზურია, თუმცა მისმა რუსეთის აგენტებმა, როგორც აფხაზეთში, ისე დანარჩენ საქართველოში, რაც საკვირველია, ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს კონფლიქტი გაღვივებულიყო. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ქონოდა რუსეთს სავაჭრო აფხაზეთის სახით, თქვენ თუ გარვითარდებით, ქართველები, ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ აფხაზებს და ოსებს თქვენს წინააღმდეგ. დიახ, ჩვენ მივეცით საფუძვლები სეპარაციისა, ფორმალისტური საფუძვლები აფხაზებს და ოსებს, მაგრამ ეთნოკონფლიქტი როგორც ასეთი არ წარმოიქმნებოდა, არ წარმოიშობოდა, რომ არა რუსეთის რევიზიონისტული, რევანშისტული პოლიტიკა და პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა და აწარმოებს KGB, დღევანდელი ტოპონიმიკით, აბრივიატურა ტოპონიმიკით FSB. რომელსაც უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ამ ყველაფერს ვლაპარაკობ კიდე იმიტომ, რომ ამ 2 დღის წინ, კი არა გუშინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გმირმა პრეზიდენტმა, ჩემი წარმოდგენით, სულ რომ საოცრად ცუდად დაამთავროს კარიერა, წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც ის გმირია, იმიტომ რომ ხელუხმართმელია რუსეთისათვის. განაცხადა, რომ პუტინი მალე მოკვდებაო და ყველაფერი დამთავრდებაო, ან შეიცვლებაო. მე უფლება მაქვს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არაფერი არ შეიცვლება. მანამ სანამ არსებობს KGB, ანუ FSB, და არსებობს ეს რევიზიონისტული პოლიტიკა, რევანშისტული პოლიტიკა, იმპერიული პოლიტიკა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი მწველი რუსეთიდან, მოსკოვიდან, ხო? მანამდე არც არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ წავა ერთი და მოვა მეორე. მე მესმის, რომ ელცინი უკეთესი იყო, უფრო ლიბერალი იყო ვიდრე პუტინია, მაგრამ რა, ელცინი არ იყო დერჟავისტი? თუ ელცინის ბრძანებით არ ხდებოდა ის, რაც მოხდა ასე მაგალითად აფხაზეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენ გვათოხლეს, შეგვათრიეს ამ ომში, რათა მე ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ აფხაზის სეპარატისტები, და ეს რეგიონი მოეწყვიტათ დროებით საქართველოსაგან, და ეს ელცინი ის დროს არ მოხდა ის, რომ თვითმფრინავებით დაბომბეს სოხუმი, წარმოიდგინეთ, გრაჩოვმა, მისმა თავდაცვის მინისტრმა. მერე საქართველებს და მე ეთქვეს, რომ ქართველებმა გადაღებესო რუსულ ფერებშიო, თვითმფრინავებიო, მიგები და დაბომბეს სოხუმიო. ჩვენ ავიაცია ბუნებრივია, ეხლაც არ აკვყავს და მაშინ ხო მithumeres არ ყავდა და არ ყავდა. არ ტყუილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ელცინი ხო ჯობდა პუტინს, მოდი ესე. ყაზბეგში იყო ჩამოსული ის გარგამსახურდიასთან, შევარდაზეში ხვდა ერთი 7-ჯერ თუ 8-ჯერ. და შევარდაზე ბევრ ამას სხვა შორის დაიყაბულა იმ თეთრმა მელამ დიპლომატიის ჩვენი მასშტაბით, ან ევროპა მსოფლიოს მასშტაბით იმ ხანად გაქნილმა კაცმა დაიყაბულა ბევრ ამაზე პუტინი ვერ დაიყაბულა ელცინი. ხოდა
პუტინი რო წავა, შეიძლება მოვიდეს ოდნავ უკეთე, ოდნავ რბილი ვიდრე პუტინია. და იცით თქვენ რო საუბარია მათ შორის მე ჩემს მიხსენებულ 2-3 ბლოგის წინ ვინმე კირილ დიმიტრევზე, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით კიდევ სხვა დროს გავაკეთებ ვიდეო ბლოგს, ვინ არის რაც წარმოადგენს როგორია რა პოლიტიკა აქ, ვისთან წევს. ხო, ამაზეც კი მექნება ორი პასაჟი. და სულ მოვიდეს სხვა, კი ის იქნება ლბილი პუტინთან შედარებით, მაგრამ დერჟავისტი იქნება სულ. ამიტომ მე ვეთანხმები მათ იმ მიმომხილველებს ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვიდრე KGB არ დამთავრდება, ვიდრე FSB არ დამთავრდება, ვიდრე ეს რევიზიონისტული, რევანშისტული პოლიტიკა არ დამთავრდება მოსკოვში და მოსკოვისგან, არსებითი სხვაობა აქვს ალბათ კი პუტინი იქნება თუ ვინმე ივანოვი, პეტროვი, სიდოროვი, მაგრამ საბოლოოდ არსებითი სხვაობა სულაც არ აქვს, იმიტომ რომ მოფერიანდება თუ არა რუსეთი, ის მყისიერად გადმოდის შეტევაზე. დამოუკიდებლობის მსურველი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წინააღმდეგ, ვინც მას ეწინააღმდეგება და ვინც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. აი, ბიზნე ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური შეცდომა კი დანაშაული არის ის, რომ მას ურჩევნია საქართველოს იყოს სტანის ყაზახეთი, მაგრამ დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ხარისხს ინარჩუნებს. უზბეკეთი ისიც ინარჩუნებს. ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. სტანის ხუთი სახელმწიფო ჩამოვასახელე, ხო? ერთ-ერთი მაგვარის მსგავსი, ჩუმად და იქნება და გაძრეს, ოღონდ გაძრეს სად? თავადაც არ იცის, სად მიძრება ბიზნე ივანიშვილი. ვერსად. და თუ შენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხიან სურვილს არ აჟღერებ, ახმიანებ, არ იცავ შენს დამოუკიდებლობას, შენი დამოუკიდებლობა იფაკლება და ინგრევა. ეს არის ვერ გაცნობიერებული სიმართლე FSB-ს აგენტი ბიზნე ივანიშვილის მხრიდან და მისი პატარა აგენტუკების მხრიდან, რომლებიც ღმერთმა უცხის რითი არიან დაბმულები ხსენებული ბიზნე ივანიშვილის ან უშუალოდ FSB KGB-ს მხრიდან თუ მიერ. აქედან გამომდინარე, ვუბრუნდებით რა ვოლოდიმირ ზელენსკის, დიახ, პუტინი მოკვდება ის ამბობს. პუტინი მოკვდება და ყველაფერი შეიცვლება, დასრულდება, შეიცვლება და მე გავბედავ და ვიტყვი, რომ არც არაფერი არ შეიცვლება მანამ, სანამ პუტინის რომც მოკვდეს, სანამ რუსეთი არ შეიცვლება და დასავლეთი არ დაავალდებულებს რუსეთს, რომ ის იყოს მან გახსნას საზოგადოება, ის გადემოკრატიულდეს შიგნიდან და წინააღმდეგ შემთხვევაში შეეგუოს იმას, რომ დეზინტეგრაციული პროცესები დაიწყება რუსეთში, რაც ისედაც დაიწყება, მეთქი ასე უნდა თქვა. აი და პერიოდამდე უნდა გავძლოთ ჩვენ, აი ამ კუთხით თუ კი მე ნაწილობრივზე მეტად ვეთანხმები ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ამბობს, უკაცრავად. რომელიც ამბობს, რომ ქართულად არ ვიცი როგორ ჟღერს, პერეჟით ეპოხუ პუტინა. ამ სიტყვებით ამ სიტყვებს არ წარმოთქვამს, მაგრამ უნდა როგორმე გავუძლოთ პუტინის ეპოქის ბოლომდე და მე გავბედავ და ვიტყვი ტრამპის ეპოქის ბოლომდეც კი. ანუ ტრამპის შემთხვევაში 2028 წლის ნოემბრამდე, პუტინის შემთხვევაში ღმერთმა უწყის როდემდე, თუმცა არა უგვიანეს 36 წლამდე. იმ პერიოდამდე ვერც მიაღწევს და მე თუ ვკითხავთ ორ წელიწადში ისიც მაქსიმუმ პუტინი დაასრულებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერას და იქნება სიცოცხლესაც კი, მაგრამ ოკეი, 2036 წლამდე. ქართული სახელმწიფოს იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ ამ მონსტრი ბიზნე ივანიშვილის პირობებშიც კი, ამ რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, მახსოვრობა, მეხსიერება, იდენტობა, სულის კვეთება უნდა შევინარჩუნოთ ბიზნე ივანიშვილის ხელშიც კი. არ ვიცი ამისთვის მიწის ქვეშეთში, აი underground-ში ჩასვლა რომ მოგვიწიოს. ეს უნდა მოვახერხოთ როგორღაც, უნდა გადავრჩეთ როგორმე. მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჭიკარტებს ივანიშვილი ამ ხნის განმავლობაში აგი პოლიტიკოსებსაც დაერია, უკვე შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაერევათ და ეხა ახალციხესაც ააშენებენ საბოლოო ჯამში არ გაუჭირდებათ და მერე ჟურნალისტებსაც და ნებისმიერ აქტიურ პირს. ან გააქცუნებენ, ან დაიჭერენ, ან გააკონფორმისტებენ, არ უქნიათ თუ რა.
საბჭოთა კავშირის დანგრევა და რევიზიონისტული პოლიტიკა უკვე შემდგომ FSB-ს და FSB-ს ყველა აგენტისა, რომლებსაც ყველას ვერც გამოიცნობთ ხოლმე, ვერც მიუხვდებით ხოლმე, იმიტომ რომ მაღალი კლასის აგენტები გვიან ან ძნელად იშიფრებიან. მაგალითად, გოგა ხაინდრავა ამ არის პირობთ 20 წლის წინ გაშიფრული სულაც არ იყო. არა, როგორ არ იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაგრამ უკვე შემდგომ თითქოს მინავლდა სახელმწიფო თანამდებობებზე იყო. Რაღაცა სწორ განცხადებას საკეთებდა კრიტიკულ მომენტში, ის რასაკვირველია ილუსტრირდა. ვიღაცები არ ილუსტრირებულან გარწმუნებ დღემდე, მათ შორის გაგიკვირდება და ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ღმერთმა უწყის კრიტიკულ ვითარებაში როგორ განცხადებას გააკეთებენ, ან როგორ პოლიტიკას გაატარებენ. ოღონდ მე ახლა ვერც ერთ მათგანს ვერ დავასახელებ, ცხადია ოპოზიციიდან. ანუ ჯერაც არ ილუსტრირებულებიდან ეს ერთი. და ილუსტრირებულებზეც კი რასაკვირველია დოკუმენტს, როგორც ასეც მე ვერ მოვითან და ვერ დავდებ, მაგრამ ქმედება მათი, ესე რომ იტყვიან ხოლმე საქმე მან შენ მან წარმოგაჩინო, საქმე მათმა საქმემ ისინი უკვე წარმოაჩინა KGB-ს, FSB-ს, რუსეთის, კრემლის, პუტინის აგენტებად. ხოდა, ჩვენ უნდა გავძლოთ, ასე ვიტყვი, ვიდრე პუტინის ეპოქის დასასრულამდე, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულამდე მეხსიერება უნდა შევინარჩუნოთ, მეხსიერება ქართული სახელმწიფოსი და სულისკვეთება. იგივე გააკეთეს სხვა შორის ოკუპაციის შემდეგ 39-ში მოხდა მათი ოკუპაცია, მაგალითად ლატვიელებმა, რომელიც ამ ქვეყნის აკადემიური სექტორი პირდაპირ მნიშვნელობით მისის ქვეშ ჩავიდა და დაიწყო უკეთეს დროებაზე ფიქრი. ფიქრი ოცნება, ლექციები, აკადემიური სამუშაოები, ლექციების კითხვა გამოზრდა მომავალი ელიტისა და მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ოკუპაცია გრძელდებოდა ჩვენზე სუსტად რო ვიანგარიშო 39-დან 91-მდე 42 წელიწადი, ხო? ჩვენზე 18 წლით 42 წელიწადი. ჩვენზე 18 წლით ნაკლები, ხო ასია? 29-დან 99 წლამდე 50 წელიწადი, 42 წელიწადი, კი. ნაკლები და აქედან გამომდინარე მეხსიერება კიდევ არსებობდა, მეხსიერება კიდევ უფრო, სულისკვეთება კიდევ უფრო და ასე შემდეგ გაამყარა, გაამრავალფეროვნა და შეინარჩუნა იმ აკადემიურმა სექტორმა, რომელიც მის ქვეშ იყო ჩასული. ამიტომ ბრძოლა დღესვე რასაკვირველია, სწორია, მაგრამ რაღაცა 30 კაციანი ჯგუფი უნდა არსებობდეს, ალბათ, რომელიც იფიქრებს იმაზეც, რომ დაწეროს უკვე ახლა ისტორიის სახელმწიფო, იმიტომ რომ თუ რუსებმა მოიგეს და წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში, ისინი დაწერენ სახელმწიფოებს ისტორიისა, რომ ესენი ვინც გვებრძოდნენ ეხლაო მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იყვნენ დასავლეთის აგენტებიო და მაგას კი არ დაწერენ მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, ვაჟა ფშაველას ამოიღებენ აკაკი წერეთელს და მეხსენი ჩრდილოელო ამას რო წერს ამოიღებენ და დახევენ და პირობითად 58 წლის შემდეგ აღარავის აღარ ეცოდინება იმის თაობაზე, მაგალითად წერეთელი ამას წერდა, კი არქივში იქნება, კი ბიბლიოთეკაში იქნება, მაგრამ ვინ იმუშავებს 60 წლის შემდეგ ბიბლიოთეკაში გაციფრული ის არ იქნება და ეროვნული ბიბლიოთეკა რაც დაემსგავსება ღმერთმა უწყის პირობითად 60 წლის შემდეგ. დიდი ხანია მეფე ირაკლის გადუწყვეტია ბედი ქართლისა, არა მე ერეკლე მეორეს კი არ ვეხები. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ 83 წლის ტრაქტატის გაფორმებას აპირებს ხელახლა ბიძინა ივანიშვილი. ამის თქმაც მინდოდა ამ დაახლოებით 25-იან ბლოკში. ჩვენ რასაკვირველია უკვე დღეს და ახლა თუ ამას დააპირებს. წინააღმდეგ უნდა გაუწიოთ მას უკლებრივ ყველაფერზე, ამაზეც და სხვა ამბებზეც, იმ რეპრესიებზე, იმ საშინელ პოლიტიკაზე, რასაც ის აწარმოებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თუ ქვეყნის გარეთ საერთოდ აწარმოებს რა. და უნდა ვიცოდეთ და ფოკუსი უნდა გავასწოროთ. ჩვენი მთავარი მტერი არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი უნდა პოზიციონირდეს ჩვენს მიერ რიტორიკაში არა მხოლოდ როგორც ადგილობრივი დიქტატორი, რასაკვირველია ასეა, არამედ პირი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია. დიახ, მე-20 საუკუნის მიწურულის მნიშვნელოვან პერსონებს ჩამოვასახელებ. ბევრისთვის ჯერაც იმედი მაქვს ავტორიტეტებს. ბიძინა ივანიშვილი მოდი ავიღოთ მაგალითად 10 პირი, ხო? აი 10 პირს დავასახელებ. არა ალფავიტის ან მნიშვნელობის მიხედვით, უბრალოდ ეს ვინც გამახსენდება. მაგალითად, პირველი დასაკვირველი ახსენებია მერაბ კოსტავა.
ბიზინა ივანიშვილი მერაბ კოსტავას მტერია. მერაბ კოსტავას მემკვიდრეობის, მერაბ კოსტავას ბრძოლის, მერაბ კოსტავას იდეალების, ხიდებულებების, პრინციპების. ზოგიერთ გამსახურდია. აკაკი ბაქრაძე. აი ამ სამი ადამიანის გამორჩევა შემიძლია რასაკვირველია. გარდაცვლილებს დავასახილებ ხაზს უსვამ, ანუ არ გეგონოთ რომ დღევანდელებს ცოცხლებს შევეხებ. ბევრს უყვარდა გია ჭანტურია. გია ჭანტურიას მტერია ეროვნულ დემოკრატებს მიმართა, როგორც ირაკლი ქადაგიშვილს არა. ირაკლი ქადაგიშვილმა არ იცის ვინ იყო გია ჭანტურია. ის თვითონ არის გია ჭანტურიას თენგიზ შარბანაშვილის და გიორგი კობახიძის. ისინი არიან პირადად პერსონალურად მოწინააღმდეგეები იმ იდეალებისა, რომლებსაც გადაგებდა გია ჭანტურია. ესე იგი ეს 4 ადამიანი დავასახილე. შემიძლია გავიხსენო ზურაბ ჭავჭავაძე. დიახ, დაპირისპირებული იყო ზურაბ ჭავჭავაძე ზვიათთან, მაგრამ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ყოფილ წევრებს მიმართავ. ესე ვიტყვი. თუ თქვენ მოგწონთ ბიზინა ივანიშვილი, იცოდეთ, რომ შეუძლებელია მოგწონდეთ ზურაბ ჭავჭავაძე. ბიზინა ივანიშვილი ზურაბ ჭავჭავაძის მოწინააღმდეგეა. განვაგრძობ, პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ სახელოვნებო სფეროში ან სამეცნიერო სფეროში შევინაცვლებ. იყო ესეთი კაცი ივან ჯავახიშვილის შვილი, წარბა კაცი იყო ლალი ჯავახიშვილი, ისტორიკოსი. ლალი ჯავახიშვილის მტერია. ივანე ჯავახიშვილი რაღაცა ვამბობ, რომ მე-20 საუკუნის მიწურულის პირებზე ვისაუბრებ, მე კი მერაბ მამარდაშვილის მტერია. ნოდარ ნათაძის მტერია, დავასახელეთ ხო რა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც ფილოსოფოს მამარდაშვილზე ფილოსოფოსი ნოდარ ნათაძე გამახსენდა არაჩვეულებრივი კაცი. ჩემი წარმოდგენით და ჩემი აღქმით. ეცნომიანი სხვათა შორის, მაგრამ მაინც. რამდენი გამოვიდა 8 ხო? 9 არ ვიცი. თამაზ გამყრელიძის მტერია. მარიკა ლორთქიფანიძის მტერია. თამაზ გამყრელიძე, მარიკა ლორთქიფანიძე გამახსენდა რატო დღას. დიდი ინათმეცნიერი, დიდი ისტორიკოსი. მწერლებზე ვილაპარაკოთ და პოეტებზე, მუხრან მაჭავარიანის მტერია. ოთარ ჭილაზის მტერია, გურამ დოჩანაშვილის მტერია, ბაჩანა ბრეგვაძის მტერია. უკლებლივ ყველასი ვიც, ყველასი არა ვინც თაწმინდაზეა, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ბიზინა ივანიშვილის გულის მიერი სოფხედვის ადამიანებიც არიან, მაგრამ უკლებლივ ყველას მტერია, ვინც საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო ცუდად თუ ავად თუ კარგად, მაგრამ გრძნობდა. ბიზინა ივანიშვილი არ გრძნობს მას. არ მოსულანჯერ. მოვლენა დრეთოგვია. მას დამოუკიდებელი საქართველოს ცნება, ღირებულება არა აქვს არც გონებაში და არც გულში. და კიდევ რო დაუბრუნდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უნდა ვიბრძოლოთ, სულ ეს არ არის დასრულებული პროცესი. ეს დაუსრულებელი პროცესია, ესეთია ჩვენი ხვედრი და მისია. ნახვამდის.